ირაკლი რუხაძე ივანიშვილის მაშველი რგოლის როლს ვეღარ შეითავსებს. დიდი ბრიტანეთი ბიზნესმენს სანქციებს უმზადებს. ჯეიმს მაკლერი, ბრიტანელი დეპუტატი მთავრობისგან ითხოვს სანქციების ქვეშ მოაქციონ ირაკლი რუხაძე და მისი ბოსი ბიძინა ივანიშვილი. გაერთიანებულ სამეფოში გაოცებულები არიან. როგორ ოპერირებდა უკონტროლოდ წლების განმავლობაში რუხაძე მათ ქვეყანაში და პარალელურად რუსულ პროპაგანდას ემსახურებოდა. სავარაუდოდ სწორედ სანქციებისგან თავის ასარიდებლად გადაუფორმა ცემენტის ბიზნესის საკონტროლო პაკეტი ივანიშვილმა რუხაძეს, თუმცა ოლიგარქის გეგმა ჩავარდა. ირაკლი რუხაძე ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, არა მხოლოდ პროპაგანდის მიმართულებით, არამედ მისი ბიზნეს პარტნიორი და გარკვეული მაქინაციებშიც, როგორც ჩანს, თანამონაწილეა. მათ შორის იყო ქართულ ცემენტთან დაკავშირებით გაუგებარი ტრანზაქციები, როდესაც ჯერ სრულად გამოისყიდა წილი ირაკლი რუხაძისგან და შემდგომ 50%-ზე მეტი დაუბრუნა უკან, რომელიც გავს იმ შემთხვევას, რომ ის სანქციებისგან ცდილობს დაიცვას ქართული ცემენტის მონოპოლისტური ფაქტობრივად წარმოება. პირდაპირ ქონებრივ და ფინანსურ ზარალსაც თავი დავანებოთ, დიდი ბრიტანეთისგან ადამიანის სანქცირება ეს იმხელა დიდი რეპუტაციული ზიანია, რომ ფაქტობრივად ნორმალური ბიზნეს პროცესებიდან ის არის გარიყული, ხდება გარიყული. ირაკლი რუხაძე ოცნების რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ივანიშვილმა სპეციალური სქემა შეიმუშავა. წამგებიანი ტელეკომპანიის შენახვის სანაცვლოდ ირაკლი რუხაძე ცემენტის ბიზნესში შეიყვანა. ახლა ყოფილი ჰაიდელბერგ ცემენტი ჰანველ ცემენტია და რუხაძის საინვესტიციო კომპანიის სახელის ქვეშ მუშაობს. ოლიგარქი რუხაძესთან ერთად დიდ ფულს აკეთებს და პირობებსაც ასრულებს, მაგრამ ახლა უკვე რუხაძეც სანქციებს ელოდება. სწორედ ეს ცემენტის კომპანია, რომელიც გარდა იმისა, რომ მის მესაკუთრეებს თავისი მოგებით ამდიდრებს, არის ერთ-ერთი წყარო ტელეკომპანია იმედის ფუნქციონირების. ეს არის ზომბი კომპანია, რომელიც ემსახურება მართველი კლასის ინტერესებს. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს პროქსი მესაკუთრეების საშუალებით საკუთარი ბიზნეს აქტივების არიდება სანქციებისგან. მაშინ ნამდვილად ირაკლი რუხაძე არის ასეთი პროქსი მესაკუთრე ჰაიდელბერგ ცემენტის. თუ მოხდა ირაკლი რუხაძის დასანქცირება, მაშინ სავარაუდოდ ველოდები, რომ ახალი პროქსი მესაკუთრე გამოჩნდება. ირაკლი რუხაძის სანქცირების საკითხი დღის წესრიგში დიდი ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოში დავის წაგების შემდეგ დადგა. ქართველი ბიზნესმენი კომერციული შეთქმულების ავტორად გამოაცხადეს. ინგლისისა და უელსის სასამართლოს უმაღლესმა ინსტანციამ 7 წლიანი დავის შემდეგ თქვა, რომ რუხაძემ ბადრი პატარკაციშვილის აქტივების განკარგვის საკითხში შეთქმულება მოაწყო. ამისთვის კი ახლა 170 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა მოუწევს. დავა იყო აქტივების მმართველ კომპანიასთან, რომელსაც ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ უნდა განეხორციელებინა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის აქტივების მოძიებისა და მათი აღდგენის პროცესი. ეს პროცესი უნდა განეხორციელებინა კომპანიებს Revocers-ა და Recovery Partners და ამ კომპანიების ნაცვლად აღნიშნული პროცესი განახორციელა ირაკლი რუხაძის მიერ დაფუძნებულმა Honeywell Partners-მა. ეს პროექტი კი, როგორც სასამართლომ დაადგინა, განხორციელდა კომერციული შეთქმულების სახით. ფაქტობრივად მიისაკუთრა ის პროექტი, რომელიც აღნიშნულ კომპანიებს უნდა განეხორციელებინა. წაგებული დავის შემდეგ რუხაძის Honeywell Partners დაეკისრა თანხის გადახდა. საქართველოშიც კომპანიებს რუხაძე სწორედ ამ კომპანიის საშუალებით მართავს. Liberty Bank-ს, ცემენტის ბიზნესს, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას და ტელეკომპანია იმედსაც. რისი მომასწავლებელია სანქციები. სამოქალაქო საზოგადოებაში ფიქრობენ, რომ პროცესი ლოგიკურად მიდის. ოცნების ჩინოვნიკების შემდეგ რიგში ოლიგარქის მაშველი რგოლები არიან. თავიდან იწყება ხოლმე კონკრეტული მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენლების მიმართ და შემდეგ უკვე ეს ყველაფერი ვრცელდება სხვა პირებზე, მათ შორის ბიზნესმენებზე, პროპაგანდისტებზე და ასე შემდეგ. ამიტომ ის რაც ხდება ბრიტანეთში დღეს არის ძალიან ლოგიკური, ხომ? რუხაძე არის მთავარი პროპაგანდისტული მედიის მფლობელი. ყველა ის სანქცია, რომელიც ედება არა აქვს მნიშვნელობა, ეს რუხაძე იქნება თუ ნებისმიერი თქვა ბიზნესმენი ავნებს და აზიანებს საზოგადოებას და ქვეყანას. მე ვიტყოდი უმძიმესი ხაზი, რომელიც არა მარტო სანქცირებულ ბიზნესმენებს, არამედ ზოგადად ბიზნეს კლიმატს, შენ ეკონომიკურ განვითარებას, შენ სტაბილურობას და შენ პოლიტიკური იმის აზარალებს.
ოლიგარქის პარტიაში ამტკიცებენ, რომ სანქციების არ ეშინიათ, მაგრამ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ახლა პარტიის მთავარი მისია ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქციებისგან გადარჩენა. მათ მთავარ ხაზად და მთავარ შიშად აქვს სწორედ სანქციები. მნიშვნელოვანია ის, რომ ბრიტანეთი არის დღეს მნიშვნელოვანი წერტილი, საიდანაც ელის სანქციები ივანიშვილს და მის მედია პროპაგანდისტებს. ივანიშვილი, რუხაძე და მისი პროპაგანდისტული მედიები ელიან იმ ტიპის სანქციებს, რომელიც ჩამოშლის ქართული ოცნების ხუხულას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფულზე დგას. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბრიტანეთი ირაკლი რუხაძის ფიგურით დაინტერესდა. აქამდე გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში მოითხოვეს ბიზნესმენის კომპანიის საქმიანობის შესწავლა, რაც რუხაძისთვის დამატებითი რისკი შეიძლება იყოს.